მოგესალმებით, ჩემო კარგებო. დღეს ვკითხულობთ ისევ სალამურას თავგადასავალს, კერძოდ მეორე თავს. ეს არის სალამურა და ზარმაცი ჭიამაიები. მოემზადეთ, მოკალათით კარგად, განეწყვეთ მოსმენისთვის. შეგიძლიათ ჩემთან ერთად თვალით ადევნოთ ეკრანს. თვალი და წაიკითხოთ, ან უბრალოდ მომისმინეთ. დავიმახსოვროთ, შევეცადოთ, რომ შევძლოთ შემდეგ მოყოლა. მაშასე დავიწყოთ. სალამურა და ზარმაცი ჭიამაიები. დედამიწის ზურგზე მხოლოდ მწყემსმა ბიჭუნამ სალამურა მიცოდა სად იყო ციცინათელების ქვეყანა. სალამურა ქონდარეთის აღმოსავლეთით მეცხრე მთაზე მწყემსავდა ჭიამაიებს. ზოგს ალბათ გაუკვირდება ჭიამაიას რა მწყემსვა და მოვალე პატრონობა უნდაო. დიდად ცდება, ვინც ამას ფიქრობს. იმ დროს ამინდის ბიურო არ არსებობდა და ჭიამაიას უდიდესი სარგებლობა მოჰქონდა ხალხისათვის. საკმარისი იყო გეთქვა ჭიამაია ხვალ როგორი დარიაო და კარგად გაწვრთნილი ჭიამაია მაშინვე გაშლიდა ფრთებს, გაფრინდებოდა 1-2 საათის შემდეგ და უკან დაბრუნდებოდა. და ამინდის ამბავს მოიტანდა. ამინდის წინ ცოდნა ხელს უწყობდა მოსავლისა და ჭირნახულის ბარაქიანობას. გარდა ამისა, მოსახლე ხომ უნდა სცოდნოდათ ხვალ როგორი დარი იქნებოდა. განეგრძოთ გზა თუ კარგ ამინდს დალუდებოდნენ. იმდროინდელ მოგზაურებს პატარა კოლოფებში ყოველთვის ყავდათ დამწყდეული ჭიამაიები. თქვენ ახლად შეგიძლიათ დაიჭიროთ ჭიამაია. ხელის გულზე დაისვათ და რამდენჯერმე გაუმეოროთ. ჭიამაია ხვალ როგორი დარია? ჭიამაია მაშინვე გაშლის ფრთებს და ამინდის გასაგებად გაფრინდება, მაგრამ უკან თუ არ დაბრუნდება, ეს მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ რადიოსა და ტელევიზორში ყოველდღე გადმოსცემენ ამინდის ბიუროს ცნობებს. აღარც თქვენ გაინტერესებთ ჭიამაიეთ მოტანილი ამბავი და არ უცდით მის მოფრენას. დანამდვილებით ვერ გეტყვით. გეტყვით მხოლოდ იმას, რაც გამიგონია. წყემს ბიჭუნას სალამურა თურმე იმიტომ ერქვა, რომ სალამურთან ერთად დაბადებულა. ირიჟრაჟებდა თუ არა, უკვე ფეხზე იდგა. ჭრელ წინდებზე კოხტა და მოისხამდა ქალამნებს და წყალიკრეფიას ფოთლებზე დაგროვილი ნამით დაიბანდა ხელფირს. შავად დაწინკლულ წითელ ქულათში გაუყრიდა ხელით და თავზე ნაბდის კუც მოიგდებდა. მერე ქამარში გარჭობილ სალამურს ამოიღებდა, სუშახ პერავდა, ლერწმის ღეროდან ცისკრის სადიდებელი ჰანგები დაიგლებოდა. ამ ხმებზე იღვიძებდა ბუნება, რომელსაც ჟრუანტელივი დაუვლიდა ნიავი. ჭიამაიებსაც სალამურის კვნეს აღვიძებდა. ბალახში მიმალული წითელი და ყვითელი ჭიამაიები გამოდიოდნენ და სალამურას გარშემო იყრიდნენ თავს. წყემსი ბიჭუნა ორ ჭიამაიას გამოარჩევდა. წითელს ქარების ქვეყანაში გაგზავნიდა, ამინდის გასაგებად, ყვითელს კი წვიმის ქვეყანაში. თუ საჭიროდ ჩათვლიდა თან გამოუცდელ ჭიამაიებსაც გააყოლებდა, რათა ესწავლათ ქარისა და წვიმის ქვეყნების გზები. მერე მთებში დიდი მზე ამოვიდოდა. სალამურა ახლა მზის ამოსვლისას დაუკრავდა. მწვანე ფერდობებს თბილი ცხინები ეფინებოდა. სალამურა კი თავის ჭიამაიებს იალაღებზე გაშლიდა ფარასავით. ერთ დღეს ორი ჭიამაია გაგზავნა სალამურა. ერთი ქარის, მეორე წვიმის ქვეყანაში. მოშუადღებდა. ჭიამაიები არ ჩანდნენ. სალამურა ღელავდა. სოფლებიდან ხალხმაც კი ამოაკითხა. სალამურა, გითხარი ხვალ როგორი დარი იქნება? სალამურამ ვერაფერი უთხრა და რას ეტყოდა, როცა მისი ჭიამაიები ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. ხალხი გაწბილებული გაბრუნდა. სალამურა კი ჭიამაიების საძებნელად გაეშურა. დიდ ხანს მიდიოდა. გზადაგზა სალამურს ჩახბერავდა. თუ გზა დაებნათ, ნაცნობ ხმას გაიგონებენ და მოფრინდებიანო. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დიდი გზის გასაყართან შეჩერდა. ერთი გზა მარჯვნივ უხვევდა, მეორე მარცხნივ.
მარჯვენა ქარების ქვეყანაში მიდიოდა მარცხენა წვიმისაში. სალამურა დაფიქრებული იდგა, ვერ გადაეწყვიტა საით წასულიყო. უცებ დაბლა დაიხედა და რას ხედავს, ორივე ჭიამაია იქვე, ბალახში, ჩრდილში წამოწოლილა. ცაცები თავქვეშ ამოუდიათ და არ ხეინათ ზძინა. ჰაი თქვედილის გუდებო, დაჰყვირა სალამურა. გულგახეთქილი ჭიამაიები გამოცვივდნენ იმ წამსვე გაშალეს ფრთები და გასაფრენად მოემზადნენ, მაგრამ სალამურას ხმამ შეაჩერათ. ასე გინდათ იცხოვროთ ზარმაცებო, ახლავე დაბრუნდით უკან. ჭიამაიებს კი ძალიან შერცხვათ. სალამურასი და თავი მორცხვად დახარეს. ჭიამაიას ძალიან შერცხვათ სალამურასი და თავი მორცხვად დახარეს. ოღონდ დანაშაული გამოესყიდა და დაუფიქრებლად გაფრინდებოდნენ ქარისა და წვიმის ქვეყნებში, მაგრამ გვიანი იყო, ზე უკვე ჩასასვლელად ემზადებოდა. დარცხვენილებმა გაშალეს ფრთები და თავის იალაღებს დაუბრუნდნენ.